დასვენებულ, გარუჯულ და თბილისური გლამურისგან ცოტა ხნით მოწყვეტილ საზოგადოებას სექტემბრის დასაწყისში წვეულებებზე ხშირად ვნახავთ. სხვადასხვა დაწესებულებები ხომ საკუთარი არსებობის შესახებ აქტიურად გვახსენებენ. თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თავშეყრის ადგილი, სადაც არაერთი გემოვნების კლიენტს შეხვდებით, ქალაქურია. სწორედ ამ უკანასკნელმა ერთგული სტუმრებისათვის სეზონის გახსნა მიღებით აღნიშნა. ჩვენ შევთავაზეთ სტუმრებს განახლებული ინტერიერი, თავაზობთ დამატებით მომსახურებას, ასევე მესამე სართულის ლაუნჯიც არის განახლებული, სადაც არის წარმოდგენილი ვან გოგის და გოგენის რეპროდუქცია და ვფიქრობ, რომ ძალიან ნასიამოვნები დარჩებიან. წლევანდელი სეზონი ჩვენი სტუმრები, მათ ელოდებათ განახლებული მენიუ. სპეციალურად გახსნისთვის ქალაქურმა მომხმარებელს იმპრესიონისტების გამოფენა შესთავაზა. თუმცა დაგვერწმუნეთ, რომ ნამუშევრებზე მეტი მოწონება რესტორნის არაჩვეულებრივმა მენიუმ დაიმსახურა. განახლებული ინტერიერით პოპულარულმა დაწესებულებამ სერვისებს საქორწინო მომსახურებაც დაამატა. არაფერს არ გამოვრიცხავ, ამიტომ ნახოთ, შეიძლება აქ ეს იყოს ის ადგილი, სადაც ჩემი ქორწილი იქნება. Oh happy days. Oh happy days. მე არ ვიცი, რასაც გეგმა ვარასოდეს არ გამოვდის და თუ იქნება რამე კაბებიც გვაქვს აქვე? მოდი, თუ რამე სიახლე იქნება, ჩემი კაბით მოვალ და აქ გავაკეთებ წვეულებას, მაშინ ესე ჯობია. კლუბიდან დაწყებული ლაუნჯით დამთავრებული თითოეულ სართულს გარკვეული კატეგორიის კლიენტი ჰყავს. ქალაქელი ხალი ვარ, მიყვარს სიარულის ადგილებში, სადაც არის კარგი საკვები, ვთქვათ, გართობა და შემდეგ. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მიხარი აი ესეთი ეგრეთ წოდებული ტუსოვკები. ზაფხულში ძალიან ხშირად დავდივართ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან კარგი ვერანდაა და კარგი ხედი არის და კარგი მომსახურება. მიხარია რომ ზამთრის სეზონიც გაიხსნა იმისთვის, რომ კიდევ ერთი ადგილი იქნება თბილისში, სადაც გექნება საშუალება, რომ განიმუხტო, მოხვიდე და აისო. როცა თბილისში ვარ, ძალიან ხშირად ვარ, იმიტომ რომ ძალიან მოწონს ზაფხულში ზევით, ძალიან კომფორტული დასაჯდომია და ძალიან ბევრი ახლობელის დადის და მეგობრებისაც და ამიტომ დიდი სიამოვნებით მოვდივარ ქალაქურს ზევითაც და ქვევითაც რა თქმა უნდა. ლაუნჯში ასულ სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ. მუსიკალურ გაფორმებაზე ახალგაზრდა შემსრულებელი მეგი გოგიტიძე ბენდთან ერთად ზრუნავდა. ქალაქურს მე მგონი განსაკუთრებული გახსნები არ ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წელი არსებობს ქალაქური და ძალიან პოპულარულია, შეხედე რა რეკლამას გიკეთებთ. თან იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ გუშინ საღამოს გვიან დავბრუნდი ზიანი აჭარიდან, სადაც ძალიან დიდი ხანი ვიყავი და აქ რომ მოვედი, აი ყველა ერთად ნახე, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მე ვფიქრობ, რომ აქ ნებისმიერი ადამიანისთვის არის შესაბამისი სიტუაცია და გააჩნია რა სიტუაციაში მოხვდები, მაგრამ მეგობრების წრეში ალბათ უფრო ეზედა სართული. სპეციალურ გათამაშებაში გამარჯვებულებს ჯიმი ჩუს ახალი სუნამო, პოკერის кейსი, თელიანი ტრეიდინგისგან არაყის სობიესკი, რომლის შემქმნელიც ჰოლივუდელი მსახიობი ბრიუს უილისია და ბევრი სხვა საჩუქარი გადაეცათ. უახლოეს მომავალში დაწესებულება უამრავ ივენტს გეგმავს. სულ მალე მენეჯმენტის პარტის გაიმართება, სადაც კლიენტებს თავად მენეჯერები მოემსახურებიან. ასე რომ ყველაზე პრეტენზიული გემოვნების მქონეებსაც კი გირჩევთ ქალაქურს ხშირად ესტუმროთ.